ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წელი შეაჯამა მიხეილ სარჯოლაძე მისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, ჯანდაცვის სერვისებზე და სოციალურ დახმარებებზე. მისი განცხადებით, გასულ წელს სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 40,000 ბენეფიციარისთვის 76 მილიონი ლარი დაიხარჯა. 3,400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზეც. ნანა გოგოტაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში, ის დეტალებს მოგვიყვება, გისმენთ ნანა. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია და ასევე მედიკოსების გადამზადება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯოლაძემ. ერთი მხრივ შეაჯამა გასული წელი, მეორე მხრივ კი ისაუბრა უკვე 2025 წელზე დაგეგმილ პროექტებზე და იმ ამბიციურ გეგმებზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რომ დავიწყოთ გასული წლის შეჯამებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა, რამდენიმე მათგანი გამოყო ჯანდაცვის მინისტრმა, დავიწყოთ სოციალური პროგრამით, რომლის მიხედვითაც 40,000 ბენეფიციარისთვის დაიხარჯა დაახლოებით 76 მილიონი და ბუნებრივია, რომ მომავალშიც გაგრძელდება ამ პროგრამის განხორციელება და იგეგმება 96 მილიონის დახარჯვა. ასევე მნიშვნელოვანია დევნილი ოჯახების დახმარება, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 3,000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, მომავალში კი ეს რიცხვი გაიზრდება უკვე 4,000-მდე. ასევე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხზე და მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით ამ მიმართულებით არის პროგრესი და ამ დროისთვის კლინიკების უდიდესმა უმრავლესობამ ამ გამოწვევას თავი გაართვა. წლევანდელი ბიუჯეტი 2024 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა ამბიციურად, იმგვარად რომ ის იყო უპრეცედენტოდ დიდი და პრაქტიკულად უახლესი საქართველოს ისტორიაში. ის ვერ აჭარბებდა მხოლოდ 2025 წლის ბიუჯეტს. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ წარმატებული იყო წელიწადი იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად სრულად 100%-ით იქნა დაგეგმილი ვალდებულებები და ამოცანები შესრულებული, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულება ამ სამინისტროს აქვს 100%-ით. ეს პრაქტიკულად თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა დასახელებული ადამიანების ხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თითოეული მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აი ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის, არის სამომავლოდ 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაზრდილი მოცულობებით და მინდა რამდენიმე რიცხვი დავასახელო ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში და ბავშვზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 40,000 ბენეფიციარისთვის გვაქვს გათვალისწინებული და 2024 წელს მათ მხარდასაჭერად დახარჯული იქნა ბიუჯეტიდან 76 მილიონი ლარი. მომდევნო წლის განმავლობაში დაგეგმილია იგივე პრაქტიკულად იგივე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული ხარჯი 25%-ით გახლავთ გაზრდილი და შესაბამისად ის მომდევნო წელს უკვე იქნება 95 მილიონი. გვაქვს ზრდა გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამაშიც, მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ აქაც ჰქონდა უპრეცედენტო ზრდა და პერმანენტულად როგორც კი ბიუჯეტის ზრდა იძლევა შესაძლებლობას, მომენტალურად ეს დადებითად აისახება და გავლენას პოვებს მოქალაქეების მხარდაჭერაზე ჯანდაცვის უფლების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება 2025 წელს, მინისტრის განცხადებით, მომდევნო წლის განმავლობაშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება არის დაგეგმილი. პარალელურად, მისივე თქმით, უპრეცედენტოდ მაღალი იქნება 2025 წლის ბიუჯეტი, ასევე მომდევნო წლიდან ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული მწარმოებელი კომპანიებისთვის GMP სტანდარტის ქონა იქნება აუცილებელი. მადლობა, ნანა გოგოტაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
საქსტატის წინასწარი შეფასებით 2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა. 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 9.4%-ით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ. ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით და აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.4%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შედეგმა დარგებმა, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, როგორც მოგეხსენებათ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 2024 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 11%-ით. ორი მოზარდი ემსხვერპლა ავარიას მარნეული ბოლნისის გზაზე სოფელ ნახიდურში მანქანა ორქვეით შეეჯახა. ერთი არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის დროს. მანქანას 21 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც დაკავებულია. ავტოსაგზაოს შემთხვევის შემდეგ ადგილზე მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. გარდაიცვალნენ ორივე ახალგაზრდები იყვნენ, 14-ს ერთი იყო და 17-ს ერთი, არ ვიცი. როგორ დაეჯახა მანქანა? როგორც ვიცი, გზის გვერდზე უნდა გაიორონ და გადასვლას აბრიებდნენ და მანქანის მაღალი სიჩქარის გამო გადასვლას ვერ მოასწრეს. და მის გამო დაეჯახეს უკვე. ნასვამები ყოფილა, მძღოლი და მისი გვერდბინებიც იყვნენ. ერთი აქვე გარდაიცვალა, მეორე გზაში ვერ მოასწრეს საავტომობილში. განცხადება გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებით ცნობით შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალება, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა, დააზიანეს და ფანჯრები ჩამსხვრეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს. შეკრებილები გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ შემთხვევაში მონაწილე მანქანის მგზავრებს. მუშაობაში ხელს უშლიდნენ ექიმებს და სამართალდამცველებს. სხვადასხვა დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა, დაშავდა 8 მოქალაქე, მათი ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გარდაცვლილები ნახე, მაგრამ როგორ მოხდა არ მინახია. ცოტა მოშორებით მოხდა და იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და მე არ მინახია. შორიდან არ ჩანდა, სიბნელე იყო. რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი? ალბათ ის, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ. და ამიტომ ეს ნუ მშობლები რა თქმა უნდა გამწარდნენ და სასწრაფოში რამდენადაც ვიცი, მე მგონი იმის მანქანის მძღოლი იყო ან მანქანაში მჯდომი არ ვიცი იმის გამო. შემოყვანილია 9 პაციენტი. თვით ძირითადად შემოსულია თვითდინებით. ყველა პაციენტი შემოვიდა თვითდინებით. ნუ აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა რეფერალით კატასტროფის ბრიგადით. აღენიშნებოდა თვალბუდის ტრავმა. გრძელდება კვლევები, პირველადი დახმარება გაეწია ყველას, უტარდებათ კვლევები, ვაკვირდებით დინამიკაში. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ნახიდურში მომხდარი ავტოსაგზაოს შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს ჯანდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა. მიხეილ სარჯოლაძემ გამოძიებაზე და ბრალეული პირების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. უპირველესად, რა თქმა უნდა, ჩემი გულწრფელი სამძიმარი, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რასაკვირველია ჭირდება რეაგირება, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დადგეს.
ხალხმზრდობიჩლთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წელს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, წერს მარიანი X-ზე. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა. დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში, წერს ევროპარლამენტარი. შეფასება გაკეთდა მართლ გუნჩიც. ის რომ 3/4-ით ცარიელ დარბაზში დაიფიცა, ჭყალებში დაიფიცა ზურაბიშვილმა, ესეც ნახავთ თელმა მსოფლიომ და საქართველოს განსაკუთრებით. შესაბამისად, სიტყვა ასეთი არ შეუსრულებია ზურაბიშვილს და უნებრივად ეხა არ შეასრულებდა და ვერ შეასრულებდა ამ სიტყვას, რომელიც დაიფიცა იგივე ევროპარლამენტში. ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას, რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, ბევრი გამოჩნდება დამერწმუნეთ 2025 წლიდან ევროპარლამენტარიც, კონგრესმენიც და სხვა პარტნიორიც, რომელიც უკვე მეტანაკლებად დაიწყებს ობიექტურად შეფასებას საქართველოს სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა ევროკავშირის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ევროპის, ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ. საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ. ნათქვამია ეუთოს ეგრეთ წოდებული სამეულის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის წლის შემაჯამებელ განცხადებაში. ტექსტში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაც. შეფასება გაკეთდა მართლ გუნჩით, სადაც აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად. სწორედ ეუთო ოდინმა თქვა არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც, რომ გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები საქართველოში. ეუთო ოდინს ვერავინ ვერ დააძალებდა, თუ კი ის აღმოაჩენდა, რომ იყო ისეთი ხარვეზები, რომლის გამოც შეიძლებოდა რომ ლეგიტიმურობას პრობლემა შექმნოდა საქართველოში, შესაბამისად ეუთო ოდინმა ჩათვალა საჭიროდ და თქვა, რომ გაგრძელდება ხელისუფლებასთან მუშაობა იმ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის რასაც ქვია საარჩევნო კოდექსი. ამავდროულად ჩვენ ვნახეთ გამოქვეყნება და მხარდაჭერა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს ბოლო განცხადება საერთოდ ძახილის ნიშანს არამხოლოდ წერტილს სვავს საქართველოში ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ეუთო ოდინის ეს განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ყავს საზოგადოების მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კიევში მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით დრონები გაუშვეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ფრონტის ხაზზე 153 შეტაკება მოხდა. აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ იარცევოსთან. უკრაინულმა მხარემ დრონებით ნავთობბაზა აფეთქა. დამწვარია საწავის რეზერვუარები, ინფორმაცია დაადასტურა ოლქის გუბერნატორმაც. კიევმა და მოსკოვმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინაში 189, რუსეთში კი 150 ტყვე დაბრუნდა. ომის დაწყებიდან დღემდე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეთანხმება ძევლების გაცვლასთან დაკავშირებით. მხარეებმა ტყვეები უკვე 59-ად გაცვალეს. პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიმდინარეობდა. Ми повернули додому з російського полону. ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 189 ჩვენი ადამიანი დავიბრუნეთ. მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიის მეომრები, აზოვსტალისა და მარიუპოლის დამცველები, ჩვენი მესაზღვრეები, ორი სამოქალაქო პირია. მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც გაცვლის პროცესში მონაწილეობდა. ასევე მადლობას უხდი საუდის არაბეთს, რომელმაც შუამავლის როლი შეასრულა. მადლობა ყველა იმ მეომარს, ვინც უკრაინისთვის ტყვეების ფონდის შევსებას გაანაგრძობს. ეს უმთავრესი ამოცანაა, დავიბრუნოთ ტყვეობიდან თითოეული ჩვენი ადამიანი. დავიბრუნოთ ყველა სამხედრო და ყველა სამოქალაქო, ვინც დაბრუნებას ელოდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. იერიშ ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ღაზაში ბოლო 24 საათში 27 ადამიანია მოკლული. ანკლავში რთული ვითარება კლიმატური პირობების გამო, ცხინვის გამო უკვე 7 დევნილი დაიღუპა. პარალელურად გრძელდება ისრაელის ოპერაცია სირიაშიც. სახალის სასაზღვრო ზონაში მდებარე ქალაქში შევიდა. მიმდინარეობს ჩხრეკა ადმინისტრაციულ შენობებში. ისრაელის ძალებმა სასაზღვრო ბუფერული ზონა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავეს.
სეულის ალქოს სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. იუნ სოკ იულს ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგო ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. ექს-პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს, ის არც დაკითხვაზე არ გამოცხადდა. დაკავების ორდერი ძალაშია 6 იანვრამდე. ყაზახეთი აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიების და პრევენციის ცენტრს გაუგზავნეს. უწყების განმარტებით ეს გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის საგამოძიებო კომისიამ მიიღო. ილჰამ ალიევმა გუშინ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველივე დღიდან მომხრე იყო, რომ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართული იყვნენ. მისივე თქმით, ავიალაინერის სროლის შედეგად ჩამოვარდა, როცა რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ამერიკა ჩინეთს სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემის გატეხვაში ადანაშაულებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაკერებმა თანამშრომლების კომპიუტერებზე და დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა მასალა არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს. ირკვევა, რომ ჩინეთში მყოფმა ჰაკერებმა სისტემაში შესაღწევად სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი პროვაიდერის ციფრული გასაღები გამოიყენეს. დაწყებულია გამოძიება. ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ცილის წამებას უწოდებს. ეთიოპიაში სამგზავრო სატვირთო მანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 71 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 68 მამაკაცი და 3 ქალი არიან დაშავებულებიც. მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველების განცხადებით, მანქანა გადატვირთული იყო და სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. მედიის ინფორმაციით, გზავთან ნაწილი ქორწილში მიდიოდა. ვენესუელის უმაღლესმა სასამართლომ TikTok-ი 10 მილიონი დოლარით დააჯარიმა. განჩინებაში წერია, რომ ვრცელდება ისეთი გამოწვევები, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის საზიანოა. სოციალურ ქსელს კი პროცესის მართვის ბერკეტი არ აქვს. TikTok-ს ჯარიმის გადასახდელად 8 დღე აქვს. ინიციატივით მადურო ნოემბერში გამოვიდა. მაშინ მან 2 ბავშვის გარდაცვალებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სოციქსელი არასრულწლოვნებისთვის უნდა აიკრძალოს. კორში სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს ღონისძიებაზე, რომელსაც ხელისუფლების არომადგენლები ესწრებოდნენ 2024 წლის მიღწევებით შეაჯამეს. ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, საქართველოს ჩემპიონებს, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს. ჩვენ დავაჯილდოვოთ ეს წარმატებული სპორტსმენები, მოგესალმებათ, რომ გორის მუნიციპალიტეტს ყავს ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ასახელა ჩვენი ქალაქი, რაც სასიხარულოა და ჩვენ მაქსიმალურად გორის მერის მუნიციპალიტეტი და ასევე საკრებულო ყოველ მხარში დაუდგებით, იმიტომ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამათ კისერზე გადადის ის ჯანსაღი თაობა და მადლობა მინდა გადაუხავთ თითოეულ მათგანს. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, დაფასებისთვის და გამეხარდა ჩვენი ქალაქი არის სპორტული და ამდენი მაგარი ახალგაზრდა რო ყავს, ნიჭიერი ბიჭები და გოგონები და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრჯერ გვასახელებენ. ნიუ-იორკში ბურთის დაშვების ტრადიცია გრძელდება. მანჰეტენზე ცერემონიას ელოდებიან. გავლილია მოსამზადებელი სამუშაოებიც. 5 ტონიანი ბურთი ნიუ-იორკში ზუსტად 12 საათზე დაეშვება ღონისძიებას, რომელიც 1907 წლიდან ტრადიციაა და რომელიც სიახლეების სიმბოლოდ მიიჩნევა. ათასობით ადამიანი დაესწრება. გაიმართება გალა კონცერტიც. და გამოშვების ბოლოს სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. უზომოდ დიდია ლაფერას დამსახურება ჩვენ პროფესიაში, განსაკუთრებით კი რუსავიორსა და კურიერში. მემშვიდობებით ჩვენ მეგობარს და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, შვილებს, ყველა მეგობარს და კოლეგას. კურიერი გემშვიდობებათ 3 საათამდე თქვენ შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g რუსთავი 2-ს ეთერს კი განაგზობს შუადღე.